ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის თანამშრომლებს განუცხადეს, არ მისულიყვნენ ვაშინგტონის შტაბ-ბინაში, რადგან როგორც მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დასთანხმდა. 600-მა თანამშრომელმა სააგენტოს დახურვის შესახებ შეტყობინება ორშაბათს 3 თებერვალს მიიღო. ისინი დაბლოკეს სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაშიც. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აქტიურად მუშაობდა, რომ სააგენტოს საქმიანობა შეჩერებულიყო. მისი აზრით ეს თაღლითური ორგანიზაციაა, რომელსაც მემარცხენე გიჟები მართავენ. ჩვენ უბრალოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება გვსურს. ეს ისე არაც დიდი ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უნდა გაკეთებულიყო. ისინი სულ გაგიჟდნენ, ფულს აძლევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სააგენტოში საერთოდ არ უნდა დაესაქმებინათ. ეს სირცხვილი და თაღლითობა იყო. საპასუხოდ მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დემოკრატიული პარტიის წევრების აზრით, USAID-ის დახურვა უკანონო გადაწყვეტილებაა. ისინი პირობას დებენ, რომ ამ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მოგვიანებით მოვლენებს გამოიხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აღნიშნა, რომ USAID-ის დახურვა არ იგეგმება, მხოლოდ მისი რეორგანიზაცია და სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაქვემდებარებაა დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორი მარკო რუბიო გახდება. მე USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ეს უფლებამოსილება ამ ეტაპზე სხვას გადავეცი, მაგრამ კავშირი კვლავ მაქვს. ჩვენი მიზანია საგარეო დახმარება ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებდეს. ამ პოლიტიკის წყალობით, რომელიც USAID-მა წლების განმავლობაში შეიმუშავა, აფინანსებდნენ ყველა პროექტს, საჭირო იყო თუ არა. ეს კი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. ნამდვილად სასაცილოა. ეს ფული გადასახადების გადამხდელებისაა. მარკო რუბიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სააგენტო ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, როდესაც ყველა პროექტს შეისწავლიან. შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე პროგრამა შეაჩერონ.